De-facto აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა შესაძლოა დათანხმდეს. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც დღეს სომხეთის პრეზიდენტი ავრცელებს. რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ სერჟ სარკისიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე პოზიტიური სიგნალები გამოიკვეთა. სომხეთის პირველი პირი იმ შეხვედრას გულისხმობს, რომელიც ერთი კვირის წინ ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ანქვაბ შორის გაიმართა. როგორ იქნება ოფიციალური თბილისის პოზიცია? სარკისიანის განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი რეაქციები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. დავით ახვლედიანი დეტალებით. სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარკისიანის განცხადებით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ თემად აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა განიხილეს. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს გამართული საუბრისას მან თქვა, რომ იმავე დღეს აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს და საკითხს აუცილებლად განიხილავს. შემდეგ ჩვენ შეგვატყობინეს, რომ არის დადებითი პოზიცია და აუცილებელია ძალისხმევა, რათა ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა შესრულდეს. სარგსიან პუტინის 12 მარტს გამართულ შეხვედრამდე წინადღით ადრე მოსკოვში აფხაზეთის de-facto პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბით ჩავიდა. თუმცა მასთან მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ გამართა. ერევანის სოხუმი მოსკოვის სარკინიგზო მაგისტრალის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით სომხეთის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრთა განცხადებით რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია, თუ რუსეთი ქართული მხარის პირობებში ასრულებს. უმცირესობის წევრები კი თვლიან, რომ რკინიგზის აღდგენა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. არ უნდა ვიყოთ წინამდებგი ამ გზის გახსნის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თავიდანვე იყო დასმული ჩვენი მხრიდან, ეს საკითხი იქნება მუდმივად საქართველოს თავარი ინტერესები, რომლის გამოც პრინციპში ეს რკინიგზა დღემდე დაკეტილია. რაც შეეხება რკინიგზას, ჩვენ უნდა ამოვდიოდოთ ქვეყნის ხანგრძლივადიანი ინტერესებიდან, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებით. არც ერთი ეს ინტერესი არ გადის სოხუმის რკინიგზაზე. აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას მიესალმება პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი. თუმცა ამბობს, რომ სარკინიგზო ხაზი იმ შემთხვევაში უნდა აღდგეს, თუ ქართული მხარის ინტერესები თავიდანვე მაქსიმალურად იქნება დაცული. მე ვთვლი, რომ ეს არის საინტერესო იდეა, მე ვთვლი, რომ ეს არის პერსპექტიული იდეა, მაგრამ იმისაც, რომ განხორციელება ამისი დაიწყოს, აუცილებლად მე ვიმეორებ, უნდა იყოს საქართველოს ინტერესი რაღაცნაირად გამოკვეთილი და დაინტერესებული, რას იგებს საქართველოს ამის შედეგად. აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის ინიციატივით პირველად ოფიციალური თბილისი 2012 წლის ნოემბერში გამოვიდა. თუმცა აფხაზეთის de-facto ხელისუფლება რკინიგზის ამოქმედების წინააღმდეგ წავიდა. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას იზიარებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი. მინისტრი თვლის, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის მაგისტრალი უნდა აღდგეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ხელისუფლებამ და ამასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს დამატებითი განხილვის საგანი უნდა გახდეს ეს რკინიგზის აღდგენა და რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ოფიციალური თბილისის პოზიცია რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. მივესალმები ნებისმიერი მხარის მზადყოფნას, რათა რკინიგზა აღდგეს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება მთელი რეგიონისათვის და პირველ საქართველოსაც უკვე მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკური, ისე კონფლიქტ-მოგებების მიმართულებით. ეს იქნება, თქო, ამან უნდა მოახერხოს ყველა სახელმწიფოს ინტერესების დაბალანსება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას აზერბაიჯანი მაგალითად, ამას ძალიან მნიშვნელობა, ამიტომ მასთან უნდა მქონდეს გარკვეული პოზიციები, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მთელი მსოფლიო რო იყოს დაინტერესებული და რუსეთს საქართველოს შორის ვერ მოხდეს შეთანხმება, არაფერი არ გამოვაკედან. შეგახსენებთ, რომ სწორედ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი იყო ოფიციალური თბილისის პოზიციის გამხმოვანებელი. 2012 წლის ნოემბერში მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით. თამთა მადლობა სერჟ სარკისიანის მიერ გავრცელებული განცხადება და ოფიციალური თბილისის პოზიცია დავით ახვლედიანი საუბრობდა.